რახან აჭარაზე ვსაუბრობთ, ერთი შუახეველი ქალია, მებრძოლი ქალი, რომელიც იბრძოდა ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს, ეს ქალი იბრძოდა შევარდნაძის რეჟიმის დროს, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, უფლებებისთვის იბრძოდა. ეს ქალი რო არა, ბევრი ვერ გაიგებდა როინ შავაძის მკვლელობის შესახებ. შემდეგ ეს ქალი ამხელდა ქართული ოცნების დროს არსებული კორუფციული სქემების შესახებ საუბრობდა, კორუფციის შესახებ საუბრობდა, რომელიც ადასტურდა. რეალურად ეს კორუფციის არსებობა დადასტურდა. და ეს ქალი უკაცრავად, ეს ქალი ახლა არის ციხეში, იმიტომ რომ მან საკუთარი ღირსების დაცვა სცადა, როდესაც მათ თავს დაესხა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელმა. პოლიციელის მუნდირის დაცვაზე როცა ვსაუბრობ და პატივისცემაზე, პოლიციელის მუნდირს ყველაზე დიდ შეურაცხყოფას აყენებს თავად უღირსი და მხდარი პოლიციელი. დავასრულებ თუ შეიძლება და კომიტეტზე ჩვენ წესი გვაქვს რომ ოდესაც კითხვას ვითხოვთ. კითხვა მინდა დავსვა. უნდა დავსვათ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება პირდაპირ. დიახ ბატონო ჩემო. თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ აუცილებლად. დიდი მადლობა და სწორედ ამ განცხადებების გაკეთებისთვის არის მედიასთან კომუნიკაცია. კარგი, დავასრულებ თუ შეიძლება მე ვსაუბრობ. კითხვა მაქვს სწორედ. კითხვა რო დასვა. აი ამ ზია ამაღლობელზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა თქვენ მიხვდით რომ ზია ამაღლობელზე ვსაუბრობ და თანასწორობას ეხება და ქალს ეხება. აუცილებლად რომ ღირსების გულისთვის ციხეში არავინ არ მიდის თუ ვინმე გასამართლა და მithumetes სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილ ეს კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზეა. დიახ, ეს თქვენი მოსაზრება არის, მე მაქვს უფლება მქონდეს. მოკლედ, როცა ვლაპარაკობთ აი სწორედ ეს კანონი რო არ არსებობდა, შეიძლება ამ კანონის ბრალია ის რომ ქალბატონ ზიაზე ეს თანასწორობის პრინციპი არ გავრცელდა. ქალბატონ მარიამმა შეძლო თავის დაცვა, როდესაც 12 დღიანი პატიმრობით ახალგაზრდა ქალი თქვენ თუ ეს ორი საკითხი ერთ სიმწყეზე გინდათ დააყენოთ, ვფიქრობ რომ ძალიან უხერხულია. მე ვამბობ ასეთ რამეს, თანასწორობაზეა ლაპარაკი. ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში კონკრეტული ძალადობის ფაქტები იყო. თანასწორობაზეა ლაპარაკი, ქალის უფლებაზე, საკუთარ ღირსებას პატივი მიაგოს და დაიცვას ისე, როგორც მას შეუძლია. ჩვენ სახელმწიფო მოხელეებს გვაქვს ბევრად მეტი ითმენის ვალდებულება. გვაქვს მე და თქვენ ქალბატონო მარიამ. ქალბატონი მზიასგან განსხვავებით. ქალბატონი მზია ერთი წელი გახდება, რაც არის. მარიამის მიმართ ვფიქრობ, რომ აი კიდე ერთხელ უნდა გაგაწყვეტინო და თუ არ დამთავრეთ და კითხვაზე არ გადავხართ იძულებული ვიქნები სიტყვა ჩამოგართოთ გაფრთხილებას გაზრდოთ, ვინაიდან თუ ვინმეს არ ისწავლება ღირსების დაცვა და ასევე მოთმინების სტანდარტი, ეს არის ქალბატონი მარიამ რაშკი, რომელმაც ამის ძალიან მაღალი და ძლიერი მაგალითი მოგცა თითოეულ ჩვენთანაც. ამიტომ ჩვენი განსაკუთრებული პატივისცემა მას და მასთან მიმართებაში ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხული არის თქვენის ვალდებულებაზე საუბარი. როდესაც ვლაპარაკობ თანასწორობაზე და რა უკავშირდება კანონ პროექტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კანონის ჩანაწერის არარსებობამ არ მისცა ქალბატონ მზია ამაღლობელს შესაძლებლობა დაიცვა საკუთარი უფლებები და ეგრძნო თავი თანასწორად კანონის წინაშე. ეს ხომ არ არის ამის ბრალი და მეორე რა თქმა უნდა მაქვს კითხვა აი იმ ინდიკატორებზე, რა ინდიკატორებით აფასებთ, რომ ამ კანონის არსებობამ, საბჭოების არსებობამ და შექმნამ ხელი შეუწყო და რაღაც დადებითი ზეგავლენა აქვს რეალურად ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ფაქტობრივად. მადლობა. დიდი მადლობა კითხვისათვის. ალბათ კომენტარი პოლიტიკურ განცხადებაზეც უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში ალბათ საზოგადოებასაც რო შევახსენოთ, როდის ხდებოდა ის კორუფციული სქემის თუ რაც წარმოადგინეთ, ვადებით რომ მიგვითითოთ, ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, ხომ არ უკავშირდება ეს ასევე თქვენი ლიდერის პრემიერობის პერიოდსაც. ასევე რაც შეეხება უშუალოდ შედარებებს, ერთი არის კრიმინალური დანაშაული, რაც ქალბატონი მზიას შემთხვევაში მოხდა და პირველ რიგში ეს არ იყო უშუალოდ სილის გაწვნა თუ ტკივილი თუ გაწითლება, ეს იყო ინსტიტუციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რის გამოც ხდება პასუხისგება. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს გამოცდილებას, თმენა არ ვიცი რამდენად ადევნებდით მაგ პერიოდში პოლიტიკურ პროცესებს, არც ერთხელ და არც 1000 ჯერ არ გაჭირვებია ჩვენს
პოლიტიკურ ლიდერებს თმენის ვალდებულება შეენარჩუნებინათ, თუმცა როდესაც ეს ეხება ბავშვებს და აქ ასევე მინდა აღვნიშნო ის, რომ როდესაც ეს გავაკეთე, მე და საჩივარი გავაკეთე, ამითი არა მხოლოდ ჩემი ბავშვები დავიცავი, ამითი დავიცავი სხვაც და პასუხი გავეცი იმ ქმედებას, რომლის დაკანონებაც სურდათ მათ.